შემოგვიერთდით, როცა გამოვავლენთ გადარჩენის მოყვარული Chris McCandless-ის ბოლოცუთების დეტალებს, გაგიმხელთ ტრაგიკულ და იდუმალ შემთხვევას, რომელიც ალასკის ველურ ბუნებაში მოხდა და უპასუხებთ კითხვებს, რომლებიც მის ნაადრევ გარდაცვალებას ახლავს. 1992 წლის აპრილში ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ქრისტოფერ მაკენდლესი გაემართა ალასკის ველურ ბუნებაში, მაკინლის მთის ჩრდილოეთით, მოუხიბლა ხელუხლებელი ბუნების მიზიდულობამ და საკუთარი თავის უკიდურესად გამოცდის სურვილმა. თითქმის 4 თვის შემდეგ მონადირეებმა იპოვეს მისი გაფრთხნილი ნეშტი მიტოვებულ ავტობუსში, რომელიც თავშესაფრად ჰქონდა გადაქცეული. ამოღებული იდუმალი დღიურის ჩანაწერები სასოწარკვეთილ სიტუაციას აღწერდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვე ბუნებაში გადარჩა, თავის ტრიულში არ ნიშნავდა, რომ უცნობი მიზეზების გამო სულ უფრო საშიშად სუსტებოდა და ბოლოს იმდენად დაუძლურდა, რომ ვერაც კიდგებოდა. ძალიან დაუძლურებული. კარტოფილის თესლის ბრალია. დიდი ძალის ხმევა სჭირდება, მხოლოდ ადგომასაც კი შემშილობ. დიდი საფრთხე, ასე დაწერა მან. ნელ-ნელა ზარების დაკარგვის შემდეგ, ის მარტო დაიღუპა მიტოვებულ ავტობუსში, 24 წლის ასაკში. რა უბიძგა ამ იდეალისტ ახალგაზრდა კაცს, რომ მარტო წასულიყო ალასკის ველურ ბუნებაში? რა მოხდა მის ტრაგიკულ ბოლოცუთებში? და რატომ იფრობს მისი ისტორია დღემდე ადამიანების წარმოსახვას მთელ მსოფლიოში? ამის გასაგებად საჭიროა დაუბრუნდეთ მის საბედისწერო მოგზაურობის დასაწყისს. Christopher McCandless გაიზარდა Washington DC-ის კომფორტულ გარეუბნებში, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც უნივერსიტეტში ისტორიასა და ანთროპოლოგიას სწავლობდა, ის სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული რჩებოდა თანამედროვე საზოგადოების მატერიალიზმითა და კონფორმიზმით. 1990 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თავგადასავლების მოყვარულმა 24 წლის ახალგაზრდამ თავისი $24,000 დანაზოგი ქველმოქმედება შესწირა და მანქანა მიატოვა, რათა ამერიკის დასავლეთში მოგზაურობა დაეწყო. აიღო ფსევდონიმი ალექსანდრე სუპერტრემპი. გადავსკვიტე, რომ ამ ცხოვრებით კიდევ გარკვეული დრო ვიცხოვრებ. ორებ. თავისუფლება და მისი უბრალო სილამაზე იმდენად მშვენიერია, რომ ხელიდან ვერ გაუშვებ. მეგობარს მისწერა. მისი საბოლოო დანიშნულება იყო ალასკის ველურ ბუნებაში სრული განმარტოება. იქ მან სადასრულად გაქცეოდა ცივილიზაციას, რათა განეცადა უშუალო და უფილტრავი ცხოვრება ბუნებაში. მკენდლესმა კარგად იცოდა მოგზაურობის რისკები, მაგრამ შეგნებულად იტანდა მათ, როგორც აუცილებელ სიძნელეებს, რათა მიეღწია გამოსყიდვისთვის. მან ბუნებაში, საკუთარი ძალებით, მარტო გადარჩენა აღიქვა როგორც ინიციაციის რიტუალი, შესაძლებლობა გაეწმინდა თავი უმნიშვნელო კონვენციებისგან და ხელახო დაბადებულიყო. როგორც კრაკაუერმა აღწერა, მან თავისთვის ახალი ცხოვრება გამოიგონა, რათა ბუნების მიერ შეთავაზებულ უშუალო და გაუფილტრავ გამოცდილებებში ეცხოვრა. 2 წლის განმავლობაში McCandless დაეხეტებოდა და რადიკალურ თავისუფლებას ითავისებდა. ავტოსტოპით და სათვირთო მატარებლებზე ჩაჯდომით, McCandless ცდილობდა თავი დაექცია ჩვეულებრივი საზოგადოებისგან, თავის წესებით ცხოვრობდა პერიფერიაზე. 1992 წელს, McCandless დენალის ეროვნული პარკის გულში ფეხით შევიდა. პარკის ველურ ბუნებაში იდგა მიტოვებული მანქანა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი იქნა როგორც ჯადოსნური ავტობუსი. ეს 1940-იანი წლების International Harvesteris ავტობუსი 10 წლეულებით ადრე განვითარების პროექტის ნაწილი იყო და გამოიყენებოდა მუშების გადასაყვანად, რომლებიც გზას აშენებდნენ ალასკის შორეულ ველურ ბუნებაში. როდესაც პროექტი 1960-იან წლებში შეჩერდა, მანქანები უბრალოდ დატოვეს. ჟანგმოდებული ნაშთები მიმოფანტული იყო თითქმის მიტოვებულ გზაზე. 30 წლის შემდეგ, ავტობუსი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი იქნა როგორც მაგიური ავტობუსი 142, მარტო იდგა ბუჩქებში. მისი ფანჯრები ქვებითა და ტყვიებით იყო ჩამსხვრეული. ეს კონკრეტული ავტობუსი დაახლოებით 20 მილში იდგა გამოუყენებელ გრუნტის გზაზე, ლოპებოდა სტამპიდის ბილიკზე, ტეკლანიკას მდინარის მახლობლად. მისი დაზიანებული მდგომარეობის მიუხედავად, ავტობუსის სასტიკ გარემოში სასურველ თავშესაფარს უზრუნველყოფდა. წლების განმავლობაში ის თავშესაფრად იქცა მონადირეებისთვის, მახით მონადირეებისთვის და სოკოს მაძიებლებისთვის, რომლებიც შემთხვევით გადააწყდნენ მას. 1992 წლის აპრილში ის 24 წლის Christopher McCandless-ის სახლად იქცა ალასკის ველურ ბუნებაში. განმანათლებლობის ძიებაში მარტო ველურ ბუნებაში ცხოვრებით, მან თვეების განმავლობაში გადარჩენა შეძლო ავტობუსს დროებით ბაზად იყენებდა და თავის ტრიულში მას ჯადოსნურ ავტობუსს უწოდებდა. წლების განმავლობაში ამერიკის დასავლეთში ხეტიალის შემდეგ, თვითგამოცხადებულმა ალექსანდრე სუპერტრემპმა ზაფხული ველურ ბუნებაში წარმოედგინა, სადაც მარტო გადარჩებოდა ციყვებითა და ძუელებით. მან შეისწავლა ამ ტერიტორიის საკვები მცენარეები და კენკრა, გეგმავდა ტაიგის ნადავლით ერჩინა თავი. გატაცებული ბუნების მოყვარული, McCandless თვლიდა, რომ მზად იყო მკაცრი პირობებისა და იზოლაციისთვის. აღარასდროს უპასუხებდა სახელზე Chris McCandless, დაწერა ჯონ კრაკაუერმა წიგნში ველურ ბუნებაში. ეხლა ის იყო ალექსანდრე სუპერტრემპი, საკუთარი ბუთარი ბედის პატრონი. პირველი 2 თვე მის მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან ალასკის ქედზე გაზაფხულმა ველური რესურსების სიმრავლე მოიტანა. McCandless აგროვებდა მოცხარს, სოკოებს და ვარდის ნაყოფს. პატარა ფრინველები და ციყვები მას ხორცით ამარაგებდნენ. მან თუნდაც ცხენირემი მოკლა, ასობით ფუნტი ხორცი მოაგროვა, რომელიც გაფუჭდებოდა მაცივრის გარეშე. ცხოვრება ჯადოსნურ ავტობუსში იდილიური იყო.
ეს არის გამოცდილებები, მოგონებები, დიდი გამარჯვება და სიხარული, როცა სრულად ცხოვრობ. სწორედ აქ არის ნამდვილი მნიშვნელობა. ასე წერდა თავის დღიურში. მაგრამ ივლისში გარემოებები მაკ-კენდლეს წინააღმდეგ შემოტრიალდა. პირველ რიგში მან აღმოაჩინა, რომ ცივილიზაციაში დაბრუნების ბილიკი გადაკეტილი იყო მძვინვარე ტეკლანიკას მდინარით, რომელიც თოვლის დნობის გამო იმდენად ადიდებული იყო, რომ გადალახვა ძალიან საშიში გახდა. ვერც ერთმა რუკამ ვერ მოამზადა იგი ამ გამანადგურებელი დარტყმისთვის. დაახლოებით იმავე დროს, მისი საკვების მარაგი შემცირდა, რადგან ნადირი უფრო იშვიათი გახდა. ნადირობა რთულია, აღნიშნა მან. ხორცი გაფუჭდა. ჩინჩრის შეგროვება მის დასუსხური და მშიერი დატოვა. უფრო და უფრო სასოწარკვეთილი, მაკ-კენდლესი ივლისის 14-ს ველური კარტოფილის თესლების შეგროვებაზე გადავიდა. მაგრამ ახლა ვიცით, რომ ამ თესლებში ნეიროტოქსინები იყო, რომლებმაც ნელ-ნელა პარალიზება მოუტანა. ძალიან დასუსტებული. კარტოფილის თესლის ბრალია. დიდი ძალის ხმევა სჭირდება უბრალოდ სამოდგომას. მალე დაწერა მათ. სრულიად ფხიზელი და ძლიერი იყო, როცა აპრილში ველურ ბუნებაში შევიდა, მაგრამ აგვისტოში, როდესაც ველური ბუნების ოფიციალურმა პირებმა ავტობუსი შეამოწმეს, ის გამოფიტული და უმწეო იპოვეს, ძლივს რომ იძვრებოდა. ბოლო დღეებში მაკ-კენდლესი ვეღარ ნადირობდა, ვეღარ თევზაობდა და ვეღარ აგროვებდა საკვებს. თუმცა ხსნა სულ რამდენიმე მილში იყო, მაგრამ მას გზა გადაუკეთა მღელვარე ტეკლანიკას მდინარემ. მდინარე, რომელმაც მაკ-კენდლესი ჩიხში მოაქცია, ჩვეულებრივ დაბალი იყო და ამ ადგილას გადასასვლელად ვარგოდა. მაგრამ 1992 წელს, გვიანდელმა თოვლის დნობამ, ნიშნავდა იმას, რომ ტეკლანიკა ბევრად უფრო მაღალი და სწრაფი იყო ვიდრე ჩვეულებრივ, როცა მაკ-კენდლეს სასწრაფოდ სჭირდებოდა გადაკვეთა ივლისში. ის აგვისტოშიც კი ძალიან სახიფათო დარჩა, რის გამოც მაკ-კენდლი მარტო აღმოჩნდა ველურ ბუნებაში, როცა შიმშილითა და მოწამვლით სულ უფრო სუსტებოდა. მდინარე ქვემოთ კი იყო დაკიდებული საკაბელო ტრანსპორტი, რომელსაც პარკის სამსახური იყენებდა მდგომარეობის გასაკონტროლებლად. თუ მაკ-კენდლს სცოდნოდა, რომ იქ უნდა წასულიყო, ალბათ შეძლებდა ხელით გადაევლო მდინარე საკაბელო ტრანსპორტით და გზით უსაფრთხო ადგილამდე მისულიყო, სანამ ძალიან გვიანი გახდებოდა. მაგრამ ზამკვლევის გარეშე მას არ ჰქონდა ინფორმაცია საკაბელოს შესახებ, რომელიც სულ რაღაც 5 მილის მოშორებით იყო. ეს იყო სიცოცხლის ხაზი, რომელმაც შეიძლება მის ალასკურ ოდისეაში გადარჩენის საშუალება მიეცა. ამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის უცოდინრობამ სიცოცხლე დაუჯდა. მაკ-კენდლესის ტრაგიკული ისტორია პოპულარული გახდა ჯონ კრაკაუერის 1996 წლის ციგნით ველურ ბუნებაში, რომელიც მოგვიანებით 2007 წლის ფილმადაც გადაიღეს. მაგრამ მისი შოკის მომგვრელი მდგომარეობის სუსტი მიზეზი დღემდე საიდუმლოდ რჩება და 20 წელზე მეტია ცხარე დებატების საგანია. ახლა კი, ახალი და ფართო მტკიცებულებები საბოლოოდ მიუთითებს მისი დაღუპვის მიზეზზე, მოწამლა ტოქსიკური თესლით, რამაც ბოლო კვირებში უნარი დაუკარგა, ენადირა ან საკვები მოეპოვინა. ვები მოეპოვებინა. როდესაც მაკ-კენდლეს გამოფიტული ნეშტი შეისწავლეს, ის მხოლოდ 67 ფუნტი იწონიდა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ცნობილ ფოტოს შემდეგ მას 70 ფუნტზე მეტი ჰქონდა დაკლებული. მიუხედავად იმისა, რომ საკვების მოსაპოვებელი აღჭურვილობა ავტობუსში გამოუყენებელი ეწყო, აშკარა იყო, რომ შიმშილი იყო მთავარი მიზეზი. მაგრამ კრაკაუერმა ივარაუდა, რომ ველური კარტოფილის თესლები, რომლებიც მაკ-კენდლესმა თავის დაღუპად აღწერა, უცნობ ნეიროტოქსინს შეიცავდა. მაკ-კენდლესის კოლეჯის მცენარეთა გზამკვლევზე დაბრუნებით, სადაც პირდაპირ იყო გაფრთხილება, რომ არაერიოდ ტოქსიკური ველური თქმილი ბარდა, თითქოს უნებელ ველურ კარტოფილში, ჰედიეუტისერა ალპინუმში. თესლებში ტოქსინების საწკისმა ტესტებმა ერთმნიშვნელოვანი შედეგი არ აჩვენა. მაგრამ მოყვარული გამომძიებელი რონალდ ჰამილტონი ცოტა ხნის წინ მაკ-კენდლესის დასუსტებას დაუკავშირა. ლეთარგიზმს, არალიზის მდგომარეობას, რომელსაც იწვევს ODP, ნეიროტოქსინი, რომელიც ზოგჯერ პარკოსნებში გვხვდება. მან ივარაუდა, რომ მაკ-კენდლესი ნელ-ნელა პარალიზებული გახდა, მას შემდეგ რაც ველურ თესლებს ჭამდა და ეს აღმოჩენა საბოლოო მტკიცებულება წარმოადგინა, რითაც საიდუმლო ამოხსნილად გამოაცხადა. ჰამილტონის თეორია მართლაც სწორია. ახლაც ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ველური კარტოფილის თესლები ODP-ის მნიშვნელოვან დონეს შეიცავს. ეს ნეიროტოქსინი აფერხებს გლიკოპროტეინის მეტაბოლიზმს და მსხვერპლს, ნელ-ნელა პარალიზებას უკეთებს. შიმშილის, სტრესისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის პირობებში მყოფები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. როგორც ჰამილტონი აღწერდა, ხანგრძლივი ODP-ის ზემოქმედებით დაუწევს სხეულებში ანთებულ უხმო ცეცხლს, რაც უფრო მეტს ჭამდნენ. მით უარესი იყო შედეგები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი ეფექტები იწყებოდა, მათი შებრუნება უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაკ-კენდლესი ზუსტად შეესაბამებოდა იმ ადამიანების კრიტერიუმებს, რომლებიც ყველაზე ადვილად ხდებოდნენ ODP-ით მოწამვლის მსხვერპლნი. როგორც ჰამილტონმა განმარტა, ის იყო ახალგაზრდა, გამხდარი მამაკაცი, 20-იანი წლების დასაწყისში, რომელიც ძალიან მწირ დიეტაზე იყო. ნადირობდა, ლაშქრობდა, თებში ადიოდა და ცხოვრობდა ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე, რომელმაც დაიწყო დიდი რაოდენობით თესლის ჭამა, რომელიც შეიცავდა ტოქსიკურ ამინომჟავას. ეს ახალი მტკიცებულება ამართლებს კრაკაუერის საწყის ეჭვს, რომ უცნობმა ტოქსინმა მაკ-კენდლესი ქმედ უნარო გახადა. ჰამილტონის დასკვნით დამცირებული, მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში უარყოფდა ტოქსინის თეორიას, კრაკაუერი ახლა ასკნის, რომ ჰამილტონის აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც მაკ-კენდლესი დაიღუპა იმიტომ, რომ მან ტოქსიკური თესლი შეჭამა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკლებად დაარწმუნებს ბევრ ალასკელს მაკ-კენდლესის მიმართ უფრო თანაგრძნობით განეწყვან, შესაძლოა მან სხვა ველურ გარემოში საკვების მაძიებლები გადაარჩინოს შემთხვევით მოწამვლისგან.
როდესაც მაკენდლესის სხეული აღმოაჩინეს, ტრაგიკულად უკიდურესად გამოფიტული, დაიწყო დებატი იმაზე, უნდა ჩავთვალოთ თუ არა მისი მისწრაფება ღირსეულად თუ უბუნურად. იყო თუ არა ის გმირული იდეალისტი, რომელიც რუსულო კონფორმიზმს გაურბოდა. თუ კიდევ ერთი მოუმზადებელი ახალბედა, რომელიც სასტიკი ველური ბუნების მსხვერპლი გახდა, პოლარიზებული შეხედულებები კვლავ არსებობს. ზოგი მაკენდლეს ამპარტავნად და უგუნურად კიცხავს, ხოლო ათასობით თაყვანისმცემელი ადიდებს მის მიერ ცივილიზაციის უარყოფასა და გონების გაღვიძებისკენ მისწრაფებას. ისინი მასში სუფთა თავისუფლების მაგალითს ხედავენ, ადამიანს, რომლის ველურ ბუნებაში განცდილ ამაღლებულ დამოცდილებებს თავიდან აცილებადი ტრაგედიაც კი შეუძლიათ გაამართლონ. მისი ცხოვრების ბოლო დღეებში შესაძლოა მაკენდლესმა იპოვა ის მნიშვნელობა, რომელსაც ეძებდა. იგრძნო, რომ მზად იყო სიკვდილთან შესახვედრად. მისი გამოსამშვიდობებელი წერილი სიმშვიდითაა აღბეჭდილი. მე ბედნიერი ცხოვრება მქონდა და უფალს მადლობას ვუხდი. შვიდობით და ღმერთმა ყველა დალოცოს. რაც არ უნდა იყოს ადამიანის შეხედულება, ვერავინ უარყოფს იმ ღრმა კვალს, რომელიც მაკენდლეს მოკლე ცხოვრებამ დატოვა სამყაროზე. თუ მას ნეიროთოქსინის შესახებ ეცოდინებოდა, ალბათ აგვისტოს ბოლოს ველურ ბუნებას უსაფრთხოდ და შეცვლილი დატოვებდა. ეხლა ის 51 წლის იქნებოდა. თუმცა ალექსანდრ სუპერტრემპის ისტორია კვალაც გულებს ეხება და მოგვიწოდებს, რომ ცხოვრება საკუთარი გამბედავი წესებით ვიცხოვროთ. თუ ეს ვიდეო ინფორმაციული ან დამაფიქრებელი მოგეჩვენათ, ხალხ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ კიდევ უფრო ექსტრემალური ისტორიების ვარზე.